სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა დიდება და მადლობა უყავს ყველაფრის დღეს პირველი კვირია დიდმარხვისა გავიდა 1 შვიდეული და დადგა კვირადღე რომელსაც ქვია მართლმადებლობის ზეიმი და ეს შემთხვევით არ ქვია რადგანაც ამ დიდ მარხვაში პირველი ადგილი შეიძლება ითქვას ადამიანის სწორ წმენაში ხაზგასმულია მისი მართლმადებლობის სწორი გაგების, მისი რწმენის სწორად აღქმის, რადგანაც ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გავიხსენოთ ის, რომ პირველ საუკუნეებში დაწყებული ნერონიდან დამთავრებული დეოკლეტიანეთი, ვიცით ჩვენ სულ 10 დიდი დევნა ქრისტიანებზე. 3 საუკუნე თითქმის გრძელდებოდა ეს დევნა და ასობით და ათასობით ადამიანს ჯვარზე აკრავდნენ, ლომებთან და სხვა ცხოველებთან ყრიდნენ და გლეჯდნენ და ადამიანები ამას ქრისტეს გულისთვის სიხარულით აკეთებდნენ და ერთი მოწამის ადგილას 10 ქრისტიანი ჩნდებოდა, მრავალი სასწაულები ერთო ამას ყველაფერს და ბოროტმა სულმა ნახა, რომ ესე ბრძოლას 100%-იანი დამარცხდებოდა და ამიტომ მან უკვე ტაქტიკა შეცვალა და ბოროტმა სულმა უკვე დაიწყო ჭეშმარიტი სარწმუნოების, ანუ მართლმადებლობის შიგნით დაიწყო არასწორი მწვალებლური აზრები და დაიწყო განხეთქილებები სწორ წმენაში. ზოგს ესე სჯეროდა, ზოგს ისე სჯეროდა. ზოგი ამბობდა მაგალითად, რომ აი ჩვენ რო თაყვანს ავცემთ ხატებს, ეს კერთთაყვანისმცემლობაა. არა და ჩვენ იმ ფიცარს და საღებავს კი არ ავცემთ თაყვანს, ჩვენ თაყვანს ავცემთ ზედა წერილს და ყოველი ხატი ერთგვარი სარკმელია ცათასასუფეველში გაჭრილი. და აი ამას ავცემთ თაყვანს. ბევრს ეს არ ესმის. მრავალი სასწაულები ხდებოდა აი ამ ხატებიდან. ზოგი ხატი მირონდინარე იყო. მე მახსოვს ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მობრძანდა ჩვენთან ამერიკიდან, ესეთი პატარა იყო, რეპროდუქცია იყო, ესე გვეჭირა ხელში და იმდენი მირონი გამოსდიოდა, რომ აი თვითონ ამ ხატის სიმძიმე რაც არის 10 იმდენი, რაც აქ იყო 10 იმდენი გამოუვიდა მეტი და ავიღეთ ჩვენ ჭურჭლებით. უბრალოდ ხელი ხატი იყო რეპროდუქცია, ეს იყო სასწაული. ბევრი თქვენთაგანი დაესწრო ამ სასწაულს, ბევრი თქვენთაგანი ხედავდა, როგორ იბურებოდა ეს ხატი და მე იცვლებოდა და საოცარი სუნელებას გამოსცემდა. და ჩამოდიოდა ეს მირონი, დღესაც აგვაქვს შენახული ეს მირონი, საოცარ სუნელოვანია. და ესეთი მრავალი სასწაული იყო, იგივე ივერის ღვთისმშობლის ხატი, რომ ჩასცეს ხატმე ბრძოლებმა ლახვარი, გადმოვიდა სისხლი, კი ამათმა იწამეს, შეეშინდათ, მაგრამ ეს ხო ყველას არ დაუნახი, ანუ ხატმე ბრძოლეობა იყო და მანამდე ხატმე ბრძოლეობა ერთ-ერთი ბოლო იყო და მანამდე 1000 სხვა არიოზი და სხვადასხვა მწვალებლები იყვნენ, რომლებიც შინაგანად ურევდნენ აი ამ სწორ სარწმუნოებას და ცდილობდნენ, რომ განხეთქილება გამოეწვიათ. ეს განხეთქილება საკმაოდ დიდი მსხვერპლის ხარჯზე მიდიოდა. და ამიტომ 7 საეკლესიო კრება დაწესდა, რომელმაც თავის ადგილი მიუჩინა ყველა არასწორ მწვალებულ აზრს და მართლმადებლობის ჭეშმარიტი სწავლება სრულად დაიცვა. დღესაც, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ მართლმადებლები, ჩვენ გარშემო არიან კათოლიკები, პროტესტანტებში თქვათ 50-იანელები, თქვათ იეჰოველები, ბაპტისტები და სხვადასხვა ისინიც აღიარებენ ქრისტეს.
მაგრამ შეხედეთ ესენი არიან მწვალებლური აზრის მიმდევრები და ზოგჯერ ადამიანს უყვირს რომ აი რომელს უნდა მივყვეთ და უფალი თავის მრავალმოწყალებიდან გამომდინარე ყოველ წელს ჩვენ გვიდასტურებს მართლმადიდებლობის ერთადერთობას, ერთადერთ ჭეშმარიტობას და თავის საფლავთან, თავის საფლავზე ასე ვთქვათ, წინა დღეს გადმოდის ცეცხლი ციდან, რომელიც უნთებს მხოლოდ მართლმადიდებელ პატრიარქს. ამას რატო უსმევ ხალხს მართლმადიდებელ პატრიარქს? იყო შემთხვევები, როდესაც გრიგორიანებმა სომხებმა მოიდომეს, რომ ეს ვაჭრულად ფულით ეყიდათ ეს მოისყიდეს ეს მთავრობა, მოისყიდეს ეს ხელისუფლება ისა იერუსალიმში და 3 დღით ადრე შეცვლიდნენ და ჩაკეტეს შიგნიდან კარები. ნუ რა უნდა იქნათ, კარებს ხوار შეამტროდნენ მართლმადიდებლები და გარეთ იდგნენ და გარეთ ლოცულობდნენ. და იმ დროს, როდესაც ცეცხლი უნდა გადმოსულიყო, გადმოვიდა ცეცხლი, მაგრამ მე მწვალებელს პატრიარქი არ აენთო, გამოადნო სვეტი. მე რატო ხას უსმევ გამოადნო სვეტი, იცით? თავარ ტაძარ შესასვლელში, ვინც ყოფილხართ ისრაელში, იერუსალიმში, ნახავთ, რომ თავარ ტაძარ შესასვლელთან იქ ხელმარცხნივ ესეთი სვეტია, რომელიც გამოდნობილია და ის აღარ შეცვალეს. აი ამ ცეცხლმა გამოადნო ეს სვეტი, გარეთ გამოვიდა და გარეთ მდგარ პატრიარქს აენთო. და საოცრება ის არის, რომ დღესაც კი აი ცეცხლი რომ გადმოდის, წვერზე რომ მიიდოს ადამიანი, ვთქვათ ახალი გადმოსული 2-3 წუთი, ერთი ღერი წვერი არ შეეტრუსება. ამ ცეცხლს რაღაც აი საოცარი ღვთაებრივი ნიჭი აქვს და ეს არის დამადასტურებელი იმისა, რომ მხოლოდ მართლმადიდებლებს, მხოლოდ მართლმადიდებლურ კალენდრით, სწორი კალენდრით და მხოლოდ მართლმადიდებლურ დღესასწაულზე, ხო, სხვადასხვა დროს ზეიმობენ, თქვათ კათოლიკები, 50-იანელები და ისე ჩვენგან განსხვავებით, მაგრამ მარტო მართლმადიდებლობა რო ზეიმობს, მაშინ გადმოდის ეს ზეციური ცეცხლი. ესეც არის დამადასტურებელი იმისა, რომ ერთადერთი ჭეშმარიტება არის მართლმადიდებლობაში, იმიტომ ქვია მართლმადიდებლობის ზეიმი პირველ კვირას. იგივე სასწაულები ხდება ნათლისღებას 19 იანვარს, როდესაც იორდანეში ეკურთხება წყალი, ჩაყოფენ ჯვარს და დინა რომელიც მოედინება ჩერდება და უკან იწყებს სვლას. დღესაც შეგიძლიათ რომ ნახოთ ეს ყოველ წელს ხდება. აი წარმოიდგინეთ თქვათ რომ მოაქვს ფოთლები და უცბად წყარმა რომ უკან დაიწყოს სვლა. გაძალა უნდა იყოს ეს თუ არა უფლის ძალა. იგივე ფერის სვალებაზე, როდესაც მარტო ამ დღეს ღრუბელში ეხვევა თაბორის მთა. ესეც ზუსტად იმ დღეს, როცა მართლმადიდებლები ფერის სვალებას აღიარებენ. ასე რომ მართლმადიდებლობის ზეიმი არის დღეს და ჩვენ უნდა გვიხაროდეს, რომ ვართ მართლმადიდებლები. ამაყნი უნდა ვიყოთ იმის გამო, რომ უფალმა დაუშვა ჩვენზე და ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვცდილობდეთ, რომ აი ეს ჩვენი რწმენა ჩვენს გარშემო გავავრცელოთ. ეს თითეული ჩვენთაგანის ვალდებულებაა, რომ თუ ნახავთ ადამიანს, რომელიც გზას არის აცდენილი, ან საერთოდ არ წამს, ან თუ სწამს, არასწორად ასწამს, თქვენი ვალდებულება უნდა შეასრულოთ ღვთის წინაშე და უნდა სწორ გზაზე ეცადოთ თუ დავატყენოთ ესა თუ ის ადამიანი. თუ ვერ შეძლებთ, მოძღვართან მოიყვანეთ, დედებთან მოიყვანეთ, ისინი აუხსნიან. ასე რომ ვეცადოთ, რომ ჩვენი მართლმადიდებლობა მტკიცედ დავიცვათ, არა მარტო დავიცვათ, გავავრცელოთ და გავამრავლოთ. დღეს წაკითხული იქნა სახარება, როდესაც მაცხოვარი ეუბნება ფილიპეს, მომდევდი მეო და ფილიპე
იყო ანდრიას და პეტრეს ქალაქიდან და მივიდა ნათანაილთან და ეუბნება რომ მეო ჩვენაო ნახეთო მესიაო წინასწარმეტყველება როა მესიაზეო და ეს ნათანაილი ეტყვის განაშესაძლებელარსო ნაზარეთით რაიმე კეთილის ყოფაო ეს რატო თქვა იცით ის გალილეა და ნაზარეთი ბევრი წარმართი ადამიანებით იყო დასახლებული და იქ ნაკლებად იყო შეიძლება ითქვას რომ აი ეს სწორი რწმენა ეს იუდეული და ამიტომ თქვა და აი წამოდიო და ნახავ შენ თვითონ ნახავ ეს ფილიპე ეუბნება და მართლა ნათანაილი რომ მივიდა შორიდან მოდიოდა უკვე და მაცხვარმა რომ იხილა ნათანაილი საოცარი სიტყვები მიუგო აი ჭეშმარიტი ისრაელელი რომელშიც ზაყვაი არ ადევსო და საიდან მიცი მეო ეკითხება საიდან მიცნობო მეო ნათანაილი ეკითხება ლეღვის ქვეშ რომ იყავიო იქ გიხილე შენო და ეს რო უთხრა ეს იყო ძალიან დიდი დამადასტურებელი რა მისთვის და პირდაპირ ეუბნება რომ შენ ხარ ჭეშმარიტად მესია ანუ გრისით თქმა მინდა იცი შეიძლება ეხლა ადამიანი ლეღვის ქვეშ იყოს და მისთვის ეს არაფერს არ ნიშნავდეს ხო მე რამდენჯერ ყოფილა ჩვენ ლეღვის ქვეშ ან სხვა ხის ქვეშ არა აქ სხვა მომენტი იყო ის ან ისე ლოცულობდა ან რაღაც იმ მდგომარეობაში იყო სულიერ მის გარშემო არავინ არ იყო და აი ზუსტად ეს რომ დააფიქსირებინა უფალმა აი მიხვდა რომ ეს შემთხვევით არ მოხდა ასე რომ შემოკეთილებო ეუბნება შემდგომ უფალიო მომდევდიო და უფრო დიდ სასწაულებს იხილავ ასე რომ მე ყველას გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს ეს არის იონათლისენის თავის პირველი და მეორე პოვნა ეს არის მართლმადიდებლობის ზეიმი და გაგახსენებთ იმას რომ შაბათს 15 მარტს არის მიცვალებულთა ხსენების დღე აი შეხედეთ ერთი კვირა გავიდა ხო უკვე მეორე კვირის შაბათი ანუ 15 მარტი იქით შაბათი ანუ მესამე კვირის შაბათი და მეოთხე კვირის შაბათები ეს სამი შაბათი არის მიცვალებულთა ხსენების დღე და ამ ტაძარში 9 საათზე წირვა რო დაიწყება წირვის შემდგომ დიდი პანაშვიდი შესრულდება შეგეძლებათ მოიტანოთ აი ამ შაბათებზე საკურთხი რა თქმა უნდა სამარხო და თქვენი მიცვალებულები ვისაც წესი აქვს აგებული ვინც თვითკვლელი არ არის ვინც მობელი და ვინც მოუნათლავი არ არის მათი სახელების ჩამოწერა და მოიხსენიოთ ისინი ასევე მინდა გაგახსენოთ რომ დიდ მარხვაში ჩვენ მონასტერში სამჯერ ხდება ზეთის კურთხევა ზეთის კურთხევა არის ერთ-ერთი შვიდთაგანი საიდუმლო რომლის დროსაც ადამიანზე 7 გზის ეცხება ზეთი და ეს ზეთის ცხება არის სამკურნებელი ფიზიკურად და სამკურნებელი სულიერათაც და ამავე დროს ამობენ რომ ეს არის ასევე დავიწყებული შეგნებულად და დამალული კი არა შეუგნებლად დავიწყებული ცოდვების პატიებაც ასე რომ წელიწადში ერთხელ მაინც ყველა ქრისტიანმა უნდა ზეთის კურთხევა ჩაიტაროს და ის ადამიანი რომელიც უძულურად არის მან შეუძლია რამდენჯერმე მიიღოს თქვა სამივეჯერ შეიძლება რომ მიიღოს ესე იგი ხვალე 12 საათზე დაიწყება ზეთის კურთხევა მაგრამ თქვენ წინასწარ უნდა მოგზავნოთ სადღაც 11 საათისთვის და თქვენი სახელი ჩააწერინოთ პატარა ტაძარში დედაო იჯდება და იქ ჩააწერინოთ თქვენ სახელს იმიტომ თქვენი სახელი 7 გზის უნდა იქნეს მოხსენიებული აი ამ საიდუმლოს დროს აი ამ ლოცვის დროს და რომ დასრულდება აი ეს ზეთის კურთხევის საიდუმლოება შემდგომ მამები 7 გზის გცხებთ ჩვენ ზეთს ასე რომ ეცადეთ რომ ეს არ გამოტოვოთ ვისაც არ შეგიძლია თქვათ ხვალე ხო იქნება ანუ მეორე კვირის ორშაბათი ხო იქნება მე მეოთხე კვირის ორშაბათსაც იქნება 12 საათზე და მეხუთე კვირას ანუ გზობის წინა კვირას წირვის შემდგომ იქნება კიდე ზეთის კურთხევა სამჯერ იქნება ანუ ხვალე ანუ მეორე კვირის ორშაბათს
მეოთხე კვირის ორშაბათს 12 საათზე და მეხუთე კვირას ზოგის წინა კვირას წირვის შემდგომ. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაკურთხოთ და უფალების წმინდა სულიერთ საქართველოს მფარველი ამინ. ჩვენთანაც ღმერთი.